შენს ცხოვრებაში იწყება პერიოდი, როცა სიტყვები ხდება მიმზიდველი, ღიმილი კი ღრმად მოქმედი ძალა. ტყუპებო, ვენერა მოდის შენთან სახლში. ეს ნიშნავს, რომ მთელი თვის განმავლობაში 4 ივლისიდან 31 ივლისამდე შენ ხარ ძალის, შარმის და ემოციური მოძრაობის ცენტრში. ვენერა არის პლანეტა, რომელიც მართავს სიყვარულს, კომფორტს, სილამაზეს, თვითშეფასებას და ურთიერთობებში სიმყუდროვეს. როცა ის სტუმრობს ტყუპებს, ეს პერიოდი ხდება სუბუქი და მაცდური, ენამახული და მაცდუნებელი, ცნობის მოყვარე და სავსე ფლირტით, ფიზიკურადაც და სიტყვიერადაც. სიყვარული და ურთიერთობები. ამ პერიოდში შენ ხარ სიტყვების ოსტატი, მაგრამ ახლა ამ სიტყვებს ემოციაც ახლავს. შეგიძლია მოხიბლო ერთი ღიმილით, ერთი შეტყობინება კი სრულიად შეცვლის დღის ენერგიას. ფლირტი? დიახ, და ძალიან ბევრი ფლირტი. სერიოზული ურთიერთობა. მხოლოდ მაშინ, როცა კომუნიკაცია წონასწორობაშია გულთან. თუ ვინმე შენს გარშემო შორიდან გაკვირდებოდა, ახლა გაბედავს პირველი ნაბიჯის გადმოდგმას. შეიძლება ყოფილმა პარტნიორმაც მოგწეროს. შენში არსებობს მიმზიდველობა, რომელიც ყურადღებას ითხოვს, მაგრამ არა სასოწარკვეთით, არამედ ცალსახა თავდაჯერებულობით. გარეგნობა, იმიჯი, თვითშეფასება. ეს თვე კარგი დროა, სტილის შესაცვლელად, თმის ვარცხნილობის განახლებისთვის, მაკიაჟის ტონალობის შეცვლისთვის, გარადაში მკვეთრი ან ფერადი ნივთების დასამატებლად. მაგრამ მთავარია, შეგრძნება, რომ საკუთარ თავში კარგად გამოიყურები. ვენერა მოგიწოდებს, ჩაცმა უნდა იყოს არა უბრალოდ ფორმა, არამედ გამოხატულება, სოციალური ენერგია და კომუნიკაცია. შენი სიტყვები ახლა ჰიპნოზივით მოქმედებს. ადამიანები შენს მოსმენას ვერ წყვეტენ, შენს მოსაზრებებს ენდობიან, შენ ხარ ის, ვისთანაც დრო გადის მსუბუქად, მაგრამ მნიშვნელოვნად ახლა ხარ შეხვედრების შუაგულში, მიწვევების, ახალი ნაცნობების. მაგრამ ეს მხოლოდ გართობა არაა. ეს ის პერიოდია, როცა სწორი სიტყვით შეგიძლია კარიერაში გზის გაკაფვაც კი. რას უნდა ერიდო? ზედმეტი ირონია, როცა გულწრფელობაა საჭირო, სიყვარულით თამაში, როცა მეორე მხარეს სერიოზული განწყობა, სიტყვებით მანიპულირება, რომელიც გრძელვადიან ნდობას არღვევს. როგორ ვიგრძნოთ ვენერა ტყუპში სწორად? იყავი თავისუფალი, მაგრამ გულისხმიერი, ილაპარაკე თამამად, მაგრამ მოусმინე ფრთხილად, გამოავლინე შენი თავის ყველა მხარე, ფლირტიც, გრძნობაც და ჭკუაც ერთდროულად. დაწერე კომენტარებში, მე ვირჩევ ვიყო ის, ვინც ვარ ღია, ლამაზი და თავისუფალი. და ვენერა დაგიბრუნებს იმას, რაც უკვე შენში იყო, სიყვარული საკუთარ თავთან და სამყაროსთან.